მასშტაბური სტიქია მოხდა თელავში, ფაქტობრივად როგორც აჩვენა შედეგებმა კვლევებმა, რამდენიმე საათში თელავისთვის თვის ნორმა ნალექისთვის ნორმის 85% მოვიდა, რაც თავისთავად უკვე აჩვენებს თუ რა მოცულობის სტიქიასთან ქონდა საქმე. ასეთი მასშტაბის სტიქია ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე. თქვენ ნახეთ პირველადი კვლევამ რაც აჩვენა, არის ის, რომ სწორედ ვარცოფ დამცველებმა შეაკავეს, დამცავმა ნაგებობებმა შეაკავეს ხეების, მორების და ღორღის დიდი ნაწილი. თუმცა თვითონ მასშტაბი იმხელა იყო, რომ ბოლოს გვერდი აუარა თავად ამ ვარცოფმა სამ ჯებირს, რომელიც იცავდა ვარცოფისგან ქალაქს და ის დარჩენილი ნაწილი ჩამოვიდა ქალაქამდე. ნახეთ, საკმაოდ მოცულობითი არის მასშტაბი სტიქიის და დაზიანების, რომელიც მიადგა, მაგრამ მეორე მხრივ მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც იმ წამსვე ჩაერთო სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში და ხედავთ ჩვენ, რომ ფაქტობრივად ძირითადი ზიანი რაც იყო მიმდგარი იმ მხრივ, რომ ქვაღორღი, რომელიც გადმოტანილი იყო გზაზე, რომელიც თავად ხევს ავსებდა, ეს გაწმენდილი არის და ბოლოსკენ გადის ეს პროცესი. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო მოხალისეებს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო კახეთის ყველა მუნიციპალიტეტს, საკრებულოებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და მოხალისეებად მუშაობენ იმისთვის, რომ დაეხმარონ თელავს, რაც შეიძლება მალე გაიწმინდოს ამ ღორღისგან და ტალახისგან, რომელიც ვარცოფა მოიტანა. ასე რომ ვაკვირდებით ჩვენ, რომ ბოლოში არის გასული ძირითადი სამუშაოები, მოყვება რა თქმა უნდა დაწმენდა ყველა იმ შენობისა, რომელიც დაზიანდა, ზიანიც იქნება აღნუსნული და შესაბამისად სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს შემდეგ ამ ზერის. ბატონო შალა, პირდაპირ ეთერში ვართ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა კითხოთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა კითხოთ პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე ცელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამოუწურავ და დავასრულებ და გავაგზავნოთ. ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ რიგი მშენებლობის ნებართვები იყო უკანონოდ გაცემული. ვინ არის თქვენი აზრით ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი და უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება იმით, ვინ გასცა ეს ნებართვები, ვინ ააშენა, ვინ რა გააკეთა? ვერ გეტყვით ახლა რომელ შენობაზე რა ნებართვა იყო გაცემული იყო ან არ იყო, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველა ამ საკითხს შეისწავლიან, თუმცა ხა ამას უშუალო კავშირი თვითონ სტიქიასთან არ აქვს, თავად ეს შენობები დაზიანდა თუ კი რამე იყო უკანონო იყო, თუ კი რამე იყო და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი. მისი პასუხისმგებელი ბატონო შალვა, ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? მითხარით მაშინ. პირველი დასადგენი არის თუ კი იყო რაიმე უკანონო მშენებლობა, მეორე ამ უკანონო მშენებლობის მიმართ რაიმე ტოლერანტობა თუ იყო და დაშვებული იყო, მესამე რა კავშირი აქვს ამას თვითონ სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან. პრემიერ-მინისტრს აქვს ამასთან დაკავშირებით თქონდა საკმაოდ ღია და პირდაპირ პასუხი, ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი და პასუხი გაცემული. რაც შეეხება გამოძიება ნებართვების საკითხით, ბატონო შალვა. პრემიერ-მინისტრისგან მიიღეთ თავად პასუხი, რომ ყველა ამ საკითხს გამოიკვლევენ, ასე რომ მე მგონი ამაზე მაღალი ინსტანცია ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად არ გაქვს. თავად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი. ბატონო შალა, გადავიდეთ პოლიტიკურ თემებზე. ბანკთან დაკავშირებით თუ გაქვთ ინფორმაცია, როდის მოხდა ბოლოს გაწმენდითი სამუშაოები, რადგან წლების განმავლობაში, მაგალითად 6 წლის წინანდელი კვლევა არსებობს, სადაც რეკომენდაციები გადაგზავნილი აქვს ადგილობრივ მთავრობას მათ შორის, თუმცა არ მოხდა რა ამ რეკომენდაციების თვალისწინება. მე მოვიკითხე და 4 წლის წინ არის გაწმენდილი ვარცოფ დამცველები, ეს ნაგებობები, ასე რომ თქვენ რა ვარ დაიჭირე პირიქით საქმეც ეს არის სწორედ ამ ნაგებობებმა შეასრულა მთავარი როლი, რომ თელავისთვის აეცილებინა მთავარი ნაკადი ამ ვარცოფისა. მათ შორის ხეების, მორების შეჩერება მნიშვნელოვანია, იმიტომ რიცით რომ ამ დროს იხერგება ხოლმე ხეები განსაკუთრებულად ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს შემდეგ დაგუბებისთვის და
ვარცოფის ასე ვთქვათ ძალის გაძლიერებისთვის, დარტყმის გაძლიერებისთვის, ასე რომ ეს ნაგებობები გაწმენდილი იყო რამდენიმე წლის წინ. დიახ, მე რაც მოვიკითხე, 4 წლის წინ არის გაწმენდილი, ყველაფერი იყო მწყობში და მწყობში რომ იყო, სწორედ ამიტომაც შეძლო შეკავება მან ძირითადი მასის, თუმცა თავად თვითონ ეს სტიქია იმხელა იყო კიდევ ერთხელ ვარცდები სადღაც 3-4 საათი იყო სულ წვიმა ხომ რამდენიმე საათში თელავის თვის ნორმის 85% ნალექი ჩამოვიდა. ესეც გვაჩვენებს რა მასშტაბის სტიქიასთან გონდა საქმე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვარცობის დამცველებმა შეასრულა თავისი როლი და ააცილა დიდი ზიანი თელავს. ბატონ შალვა, პასუხისმგებლობის საკითხი ვის ეკისრება ამ საკითხზე, როდესაც ათასობით მოქალაქე ფაქტურად სიკვდილის პირისპირ იდგა თელავში ღამის 3 საათზე. სტიქია იყო, სტიქიის პრევენციისთვის არსებობდა ნაგებობები, რომელიც იყო მწყობში და სწორედ მწყობში მყოფი ვარცობ დამცველების დამსახურება არის, რომ ზიანი არ არის უფრო დიდი, მან შეაკავა რეალურად სტიქიის ძირითადი ნაწილი. სხვა დანარჩენი სტიქია არის და რა თქმა უნდა სტიქიის შედეგებს ჭირდება აღმოფხვრა. გადავიდეთ ამ საკითხზე. გადავიდეთ ამ საკითხზე. გადავიდა შანტაჟის ინიციატორზე და ის ბრალდებები, რომელიც ელთოს გამოდის საქართველოში ხელისუფლების შესწრას ისახავს მისგან. თქვენი შეფასება როგორი იქნება ამ რეზოლუციაზე? თავისთავად ახლა რაც ჩვენ ნახეთ ელთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ეს არის ტიპიური მაგალითი დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა და როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კვალდაკვალ ახლა ელთოს საპარლამენტო ასამბლეა ჩართვეს, იგივე ძალებმა ხედავთ ხომ ჯო ვილსონი და სხვა ევროპელი ანტიქართველები არიან ჩართული ამგვარი ტექსტების შეთხუზაში, რომელიც არის პირდაპირ სიყალბე დეზინფორმაცია რომელსაც ავრცელებენ ელთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელით და რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას სადაც ჩვენ ვართ. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა, ამაში მარტო რუსეთის წვლილი არ არის. სწორედ ასეთი ასამბლეების წვლილიც არის, რომლებიც და კერძოდ ამ შემთხვევაში ელთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზი გადაუსვა საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს და რუსეთის მსგავსად იქცა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხევად. ბატონ შალვა, პრეტენზიები ბევრი თქვენია დააპირებთ 2028 არჩევნებზე ელთოს სადამკვირვებლო მისიის მოწვევას 2028 წლის არჩევნებში. სხვა ჩვენს რაც შეეხება ელთოს სადამკვირვებლო მისიას, ერთხელ მე ვთქვი მე საჯაროდ, მაგრამ არ ვიცი რამდენად არის ეს საჯაროდ ესე გავრცელებული. ჩვენ დადასტურებულად ვიცით, მათ შორის ელთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან, რომელმაც სხვადასხვა ფორმატში ამაც ღიად ისაუბრეს, რომ 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც უნდა გამოექვეყნებინათ პირველადი ანგარიშები სადამკვირვებლო მისიას, იყო თათბირი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ელთოს სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები და იყო პირდაპირ ზეწოლა ელთოს სადამკვირვებლო მისიაზე, რომ მას გაეყალბებინა საკუთარი დასკვნა. ვისი მხრიდან? ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებისგან. იცით რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას ხელმძღვანელობდა ბატონი ბულაი, რომელიც გახლავთ ალდეს წევრი, აი ტერორისტი ლელორო ყავთ წევრად და რომელიც გამორჩევა ანტიქართული განწყობებით და აღარაფერს ვამბობ უკვე ევროპარლამენტზე მათი განწყობები გასაგებია. კიდევ ერთხელ ხაზს უსვა. მე ვფიქრობ რომ საჭიროა ფიქრი იმაზე მოიძებნოს მექანიზმი რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ელთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ რომ ეძულებინათ ელთოს სადამკვირვებლო მისია რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში და ამაში ჩართული იყო ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია. ამიტომ არ ვიცი რა მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, თუმცა საჭიროა დაფიქრება, რომ ამაზე ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, ვინაიდან ეს გახლავთ საერთაშორისო სახის დანაშაული, როდესაც სხვა ქვეყნის არჩევნებში, ანუ სუვერენიტეტში ჩარევა ხდება და მათ შორის ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის მისიაზე ზეწოლა. ამიტომ ეს არის ფაქტი და ამაზე თვითონ
სადამკვირვებლო მისიის წევრებს სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ჩემი თანდასწრებითაც არაერთხელ usაუბრიათ. ახლა რაც შეეხება 2028 წელს, ანუ ფაქტია, რომ 2024 წელს იყო ზეწოლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ასამბლეის კომისიაზე, რათა მათ გაეყალბებინათ ანგარიში და ამ ზეწოლას იმ მომენტში შედეგი არ ჰქონდა და ვერ გაიტანეს ეს ზეწოლა. ჩვენ ახლა უყურებთ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, გვიჩნდება კითხვა, რამდენად იქნება მომავალში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია მდგრადი ამგვარი მტკიცე ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ამ რეზოლუციამ შეგვირყია რწმენა იმაში, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი რომელიმე მისია შესაძლოა იქნება მტკიცე ზეწოლის წინაშე. ამიტომ ჯერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა დაარწმუნოს ქართველი ხალხი, მის ისევე გაუძლებს ევროსაბჭოს თუ სხვა სხვათა ზეწოლას, როგორც ამას გაუძლო 2024 წელს. გამოდის რომ მოწოლაზე პასუხი არის არა ქართული ოცნების. გამოდის რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით შეარყია ქართველი ხალხის ნდობა მის მიუკერძოებლობაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 2028 წლამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აღადგინოს ქართველი ხალხის თვალში ეს ნდობა, რომ ჩვენ გვჯეროდეს, რომ ისინი გაუძლებენ არაკეთილ მოსურნეების ზეწოლას და არ გააყალბებენ საკუთარ ანგარიშს. კიდევ ერთხელ 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია ზეწოლას ახდენდა შეკეტილ ოთახში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაზე, რომ მათ გაეყალბებინათ, პირდაპირ თხოვდნენ, რომ გაეყალბებინათ მათი ანგარიში ერთ-ერთ სასტუმროში. რამდენიმე დღის წინ მოიკითხეთ ახლა მონაწილე ხალხში და ნელ-ნელა გაარკვიეთ თქვენი საგამოძიებო ჟურნალისტიკის წყალობით. გადაცემაში განაცხადა, რომ იარაღი, რომელიც კასპიაში აღიძინეს, თავდაცვის სჭირდებოდა დანიშნულება თავდაცვის საშუალების და კონფლიქტის გაეწიათ წინააღმდეგობის საფუძველზე კასპაში იყო ასევე ციხეში გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. რას ნიშნავს ბარამიძის განცხადება და ფაქტები, რომელიც იყო კასპაში აღმოჩენილი? ჩვენ ვიცით, რომ ის პირადი ცხოვრების ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც დაგროვილი ქონდა სააკაშვილი ბოკერია ადეიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, მათ შორის იყო მათივე გუნდის წევრებთან დაკავშირებული ჩანაწერები. ასე რომ მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ბარამიძეზე შეიძლება ქონდეს მსგავსი ჩანაწერები და რა თქმა უნდა ალაპარაკებენ ასეთ სისულელეებს. ის საშინელი დანაშაული, რაც სააკაშვილი ბოკერია ადეიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ჩაიდინა ადამიანის ღირსების წინააღმდეგ, აი ამ საშინელი დანაშაულის შემდეგ, რომ როდესაც ვხედავთ, რომ ფართოდ გაუღეს კიდე გულისკარები ევროპარლამენტის და ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში სააკაშვილი ბოკერია ადეიშვილის კრიმინალურ რეჟიმის წარმომადგენლებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რა ღირებულებით უფსკულში არის ის ხალხი, ვინც მათ ხელს ართმევს, ვის მათთან ერთად სხვადასხვა პარტიულ ღონისძიებებს მართავს და მხარს უჭერს. ალასის განცხადებასთან დაკავშირებით ბატონო ამნისტია პეტიციას რომელმაც რომ ხარს უჭერთ კიდევ ერთხელ კაფიოდ უნდა ითქვას ერთი რამე. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იყენებს ამ ფორმულას, ხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ ხარს არ უჭერს მის ხელისუფლებას, ეს ადამიანი პირველი არ აღიარებს დემოკრატიას, ამიტომ არის ანტიდემოკრატი. შესაბამისად, კაია კალასის ეს განცხადება არის ანტიდემოკრატიული. მეორე, ეს ადამიანი პატივს არცემს საქართველოს სუვერენიტეტს, რომ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ამიტომ კაია კალასი პატივს არცემს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. მესამე, ასეთ ადამიანს ქართველი ხალხი მიაჩნია უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმისი უნარიც კი არ აქვს საკუთარი ხელისუფლება თავად შეერაჩიოს და დიახ, კაია კალასის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს, რომ ქალბატონ კალას ქართველი ხალხი მივაჩნიათ უუნარო ბრბოდ,
რომელსაც იმისი უნარიც კი არ აქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება შევარჩიოთ და ქალბატონი კალასის მეურვეობა გვჭირდება და ხელით უნდა გვატაროს ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს და აი ასე უნდა ამ დონეზე ხედავს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობას, რომ ხელით უნდა ატაროს და ჭკუა გვასწავლოს და გვიკარნახოს რა არის ჩვენთვის კარგი და რა არა. ეს სირცხვილია, ეს არის ყველაზე სამარცხვინო განცხადება, რაც პირდაპირ ხაზს უსვავს, თუ რამდენად აცდენილია ქალბატონი კალასი, არა თუ ევროპულ ღირებულებებს. წარმოდგენა არ აქვს საერთოდ დემოკრატია რას ნიშნავს და ეს არის დიდი საფრთხე, როდესაც ევროკავშირს დღეს საგარეო ურთიერთობაში წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც აქვს ანტიდემოკრატიული აზროვნება. და სწორედ ამის გამო არის, რომ მას ამერიკის სახელმწიფო მდივანი არც კი ხვდება, ამის გამო არის, რომ მას არც რთავენ ასეთ ამ დიალოგში საერთაშორისო მნიშვნელობით და მესამე ამის გამო არის, რომ ბოლო პერიოდში ნახეთ თქვენ დაგეგმილი არის რეფორმა და გადაკეთება ამ უწყების, ვინაიდან ქალბატონმა კალასის დიდი დამსახურება ამაში, რომ ასეთი თავქარიანი პოლიტიკა აქვს, დღეს საგარეო პოლიტიკა აქვს ევროკავშირს. ასე რომ კიდევ ერთხელ, ეს არის სამარცხვინო განცხადება, ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ რაიმე კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ კიდევ ერთხელ, იქნება თავდასხმა ქართულ ხალხზე, ბრიუსელის ნებისმიერ წარმომადგენლის მხრიდან, იქნება პასუხი, ადეკვატური პასუხი ნებისმიერ ასეთ თავდასხმას. რამე სასამართლო ტერორისტული აქტის ჩადენაში დამნაშავედ ცნო ლელოს პარტიის წევრი და ლელო არ გმობს ტერორისტულ აქტს, ასევე ლელო არის ალდეს წევრი, რომლის ხელმძღვანელებიც არიან კოსი და კალასი, არც მათ არ დაუგმიათ ტერორისტული აქტის ჩადენა. რას ემსახურება ეს ყველაფერი? კიდევ ერთხელ ეს ესკალაცია, ამ ესკალაციას ჩვენ ვაკვირდებით უკვე გარკვეული პერიოდია. ჯერ ალდეს და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას და მათ რიგებში ყავთ ზიზღის ენის შემოქმედები. მეორე მათ წაუყრუეს ძალადობას, ფიზიკურ ძალადობას და მათ რიგებში ყავთ ალდეს ქალბატონ კალას და კოს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები, ისინი რომლებიც აქ 4 ოქტომბრის გადატრიალებაში მონაწილეობდნენ, ისინი რომლებიც პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ და ამის შემდეგ ლოგიკური გაგრძელება არის, რომ საქმე მივიდა უკვე არა გაცდენ უკვე სიტყვიერ თავდასხმას, ფიზიკურ თავდასხმას, საქმე უკვე მივიდა ტერორისტულ აქტამდე, რომელიც არადგინა, რომელზეც მიესაჯა შესაბამისი საშელი ალეკო ელისაშვილს და ახლა უკვე ტერორისტული აქტის მიმართ იჩენენ ტოლერანტობას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ალდეს როგორც გაერთიანების საეჭვო ღირებულებით კოორდინატებს და მათ განსაკუთრებით სკანდალურია, რომ ალდეს ლიდერები არიან ის ორი ადამიანი, ქალბატონი კოსი და კალასი, რომლებიც პასუხს აგებენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე და ევროკავშირის პოლიტიკაზე საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც ეს არის ისეთი ადამიანების ხელში, რომლებიც არიან ტერორისტთან ერთ პოლიტიკურ ოჯახში იმყოფებიან, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი სკანდალი. კვალიფიკაციას და დანაშაულს ადგენს სასამართლო ჩატარდა, ყველა მტკიცებულება იქ წარდგენილი და განაჩენი იქნა გამოტანილი. ეს ერთი. მეორე, მე მგონი ყველას თვალები გვაქვს და ვხედავთ, ხო? და ყველამ ჩვენი თვალით პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, რაც მოხდა. ერთი და მეორე. გავიგე, მაგრამ ეს იხილეთ. ელისაშვილი იხილეთ. ჯერ ელისაშვილზე ხო ვართ? ელისაშვილს შევთანხმდით ელისაშვილზე, რომ ტერორისტია თუ რა გადადიხართ? არა, ხო და ისინი დაზიანების მუხლით ორივე შემთხვევაში მეორე ბრალი, რომელიც წარუდგინეს, შარშან მოხდა გასულ წელს დაწყებული. ხო, სხვა შორის იმას მე მგონი დაზიანების მუხლით და იმაზე მე მგონი გადაკვალიფიცირდა. იმიტომ რომ ალეკო ელისაშვილს დაუკავშირეს ეს საქმე. კი, იმიტომ რომ თავარი мотиваციაა, ხო? თუ ტერორისტ კადრებში თქვენ რისი არა, უყურეთ თავარი უყურეთ ძალადობრივ ქმედება არის ტერორიზმი თუ სხვა ტიპის ძალადობრივი დანაშაული, აქ თავარი განმასხვავებელი არის მათ შორის მოტივი. და ამ მოტივზე თავად ელისაშვილმა ილაპარაკა სასამართლოზე.
ილაპარაკა როგორ გეგმავდა თავდაპირველად თუ ეყიდა ავტომატები თუ რაღაცა დახვედროდა მოსამართლეებს და პროკურორებს და დაეცხრილა ზუსტად ეს ზუსტად სიტყვით ეს თქვა რომ თავიდან აპირებდა რომ დაეცხრილა დახვედროდა როგორ თავად მან თქვა რომ იმ უსამართლობისთვის სურდა პასუხი რა თქმა ყველა კი რა თქმა უნდა კი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ყველა ტერორისტი ამას ამბობს უსამართლობას ებრძვის ყველა ტერორისტი ამას ამბობს ვინც ქალებს ბავშვებს კლავს ვინც შენობებს აფეთქებს ვინც მანქანებს აფეთქებს ვინც წვავს შენობებს ყველა ტერორისტი ამბობს რომ სამართლიანობისთვის ჩემი უყურეთ რა ხდება მეორე ბრაზია ჯერ განაჩენიც არ არის დამდგარი ხო სასამართლო მიდის და ნახავთ სასამართლო რას დაადგეს სპატიამებზე გადავიდეთ ნაციონალური მოძრაობის წევრები ჩავიდნენ ლანჩხუთში და სტიქით დაზარალებულ მოქალაქეს შეხვდნენ მაშინ თქვენ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა რომ ანუ უბრალოდ ადამიანი რომელიც ჩაიდენს ტერორისტულ აქტს არის ტერორისტი. ჩაიდინა ტერორისტული აქტი დაადგინეს სასამართლომ შესაბამისად. ის არის ბატონო ამაზე შევთანხმდით რომ ეს ტერორისტული აქტია? ანუ თუ ესეც არ არის თქვენ თვალში ტერორისტული აქტი, მაშინ სხვა რასაც კითხულობ. ბატონო შალვა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ ყველაფერს განსულები და სტიქით დაზარალებულ მოსახლეს შეხვდნენ, სადაც თქვენს რომ სახელმწიფო არ დახმარებია ამ მოქალაქეს და ეს ოპოზიციურმა არხმაც გააშუქა. თუმცა აღმოჩნდა რომ ამ მოქალაქეს 50,000 ლარი აქვს სახელმწიფოსაგან მიღებული სტიქით დაზარალებული სტატუსის მქონია და რას ემსახურებოდა ეს? ხო, არ ვიცი სხვა შორის მე ამ ადამიანთან დაკავშირებით რაიმე მას პარტიული კავშირები აქვს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ გასაკვირია ხო რა საჭიროა ასეთი ხუთწუთიანი ტყუილები და მაშინ როდესაც თან ხალხის ბიუჯეტიდან მიღებული გაქვს უკვე თანხა და ამის დამალვა და პირიქით პრეტენზიის წაყენებას რა შინაარსი აქვს, არ ვიცი. მე უბრალოდ ყველას მოუწოდებ რომ ნუ აყვებიან ნაციონალურ მოძრაობას და მსგავს ანტიკონსტიტუციურ დაჯგუფებებს, რომელიც ერთ რამეს ფიქრობენ, მხოლოდ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, დააზიანონ ჩვენი ხალხი, ასე რომ ნუ აყვებიან მათ ნებისმიერ ასეთ PR კამპანიებს. ეკონომიკური კრიზისის მდგრადობით საქართველოს ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა. რო შეაფასოთ ესეც. ვიცი რომ გესმით ჩემი კითხვა. ხო. იმას თავდაცვის კომიტეტში ყავდათ ტერორისტი ალეგო ელისაშვილი. ადამიანი დამნაშავე არის მას შემდეგ რაც ჩაიდეს დანაშაულს. ოდესაც დანაშაული ჩაიდინა, მას შემდეგ არის ამ დანაშაულის ჩამდენი და ტერორისტული აქტის ჩამდენი. დამნაშავე არის თუ არა ის ადამიანი, ვინც გადაწვა ნიკამელიას შტაბი გრანში განადგურა ყველაფერი, რაც კი ამ შტაბში იყო. არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე? რომელ ფაქტზე ამბობთ არ ვიცი. ეს უკაკიძეებს უკავშირდება სასწავლებლებს. 2020 წელს. ეკონომიკური მდგრადობით რა ფაქტზე არ ვიცი რა ფაქტზე საუბრობთ. შტაბის გადაწვა. არ ვიცი რა ფაქტზე საუბრობთ, თუ კი ვინმე რომელიმე არ ვიცი რაიმე გადაწვა, რა თქმა უნდა დანაშაული არის და ეკონომიკური კრიზისის მდგრადობით საქართველოს ისტორიული მაქსიმუმის ზეა და საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა. რო შეაფასოთ ეს განში საარჩევნო პროცესების დროს ქართულ ოცნებას ხიამხარდა. ანუ ამიტომ ალიკო ელისაშვილმა სასამართლო გადაწვას თუ ვერ გავიგე. სხვა რაღაცას გეკითხებით, რატომ არ მოხდა იმ პირების არ ვიცი, აი მისიც არ ვიცი რა ფაქტზე საუბრობთ, არ ვიცი მოკლედ რა ფაქტზე საუბრობთ, არ ვიცი ვის იდენტიფიცირება მოხდა ან არ მოხდა. თუ კი რაიმე ფაქტი მოხდა, საჭიროა რეაგირება. გავუშვათ ეს ეკონომიკური მდგრადობით საქართველოს როგორ უკავშირებთ ამას ალიკო ელისაშვილის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენას? ადამიანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტიო. და თქვენ არ ამბობთ? თქვენ არ ამბობთ? მე გეკითხებით, როდესაც მართლა გადაწვეს ნიკამელიას შტაბი. იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი თქვენი არ შეფასებით? კიდევ ერთხელ არ ვიცი რომელ ფაქტზე საუბრობთ. ერთი, მაგრამ ეს არანაირად კავშირში არ არის იმაში, რომ ადამიანი ნიღბით, იარაღით შეიპარა სასამართლოში წინასა განზრახული იმ სცენარით, რაზეც თვითონ ისაუბრა შემდეგ სასამართლოზე, რომ მას შურდა პოლიტიკური აქტი ჩაედინა, თავად დაადასტურა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულს რომ ჩადიოდა და ეხლა იმაზე წუწუნი რომ არ ვიცი მე რაღაც ასე ვთქვათ ტერორისტული აქტი არ არის, უბრალოდ სასაცილო არის და კიდევ ერთხელ პრობლემატურდება ტერორიზმის ბრალი ბატონოშალვა. დროს რო დადასტურდა, იმიტომაც მიესაჯა 13 წელი სასამართლომ. იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა იმ პირის, ვინც კადრებში იყო, ექსპერტიზის დასკვნა სამხაროზე. ან თქვენ ადამიანი ამბობსო შევედიო მეო
იქ აქვია დაცვის წევრებს ურტყავდა თავად ხო აღიარა. შეიძლება ბევრი თავად აღიარა. ადამიანი, მაგრამ მტკიცებულებებით არ დასწრება. ანუ არ დასტურდება რომ ალეკო ელისაშვილი იყო ის ვით ჩვენ უყურეთ? ანუ თვითონ ამბობს რომ მე ვიყავიოდა. ამბობთ რომ არის ხო? მე არ ვამბობ მტკიცებულებებით არ კარგით, ანუ არასერიოზული, აი რა იცით რაშია საქმე? არ არის პრობლემა რომ შეიძლება თქვენ პოლიტიკური დაკვეთის გამო ვიღაცას ხელსაფრებით, მაგრამ ტერორიზმს რა, ტერორიზმს ამართლებთ და რა არის? სად არის მორალური ზღვარი? ტერორიზმს ამართლებთ. შემდეგი ზღვარი რა არის? რას გამო? შემდეგი თქვენ ხო ვიცით, თქვენ ხო ხვდებით შემდეგი ტერორიზმის უყურეთ სიტყვიერი თავდასხმა და შეურაცხყოფა გაამართლეთ პოლიტიკური მიზეზები ქონდაო და სამართლიანი იყო. ძალადობა გაამართლეთ, მათ შორის პარლამენტის დაცვის მცდელობა და შტურმები გაამართლეთ, იმიტომ რომ სამართლიანი მიზნის გამო იყო ეს ყველაფერიო. ტერორიზმს ამართლებთ, იმიტომ რომ სამართლიანი მიზანი აქვს, შემდეგ იცით რა არის? მკვლელობას გაამართლებთ. თქვენ სამართლიანი მიზანი. მკვლელობას გაამართლებთ, შემდეგი აი ამას ეკონომიკური კრიზისის გადაწყდა საქართველოს ისტორიულ მაქსიმუმია და საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა. ეს ციფრები თვითონ რას ამბობს ახლა რა მნიშვნელობა აქვს? ნახეთ ჩვენ, არა, უყურეთ რას უყურეთ თვითონ რასაც ამბობს მოტივაცია რაც იყო თავისი ქმედების. კარგად აღწერა, რომ მას ქონდა პოლიტიკური მოტივები. სასამართლოში განიხილა, სასამართლომ დაადგინა. ახლა საქმე იმაშია, რომ პრობლემა ახლა არ არის ალეკო ელისაშვილის თავის 13 წელს მოიხდის ამ ტერორისტული აქტისთვის. პრობლემა არის, რომ პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ტერორისტს ამართლებენ და პრობლემა არის ის, რომ მისი პოლიტიკური გაერთიანება დღეს არის ალდეს წევრი და ალდეს ლიდერები კაია, კალასი და კოსი ხმას არ იღებენ, როდესაც მათ თანამებრძოლე დღეს არის ტერორისტი. სანამ არ გაემიჯნებიან ისინი ამ ტერორისტულ აქტს და ტერორისტს, სანამ ადეკვატური არ იქნება რეაქცია ალდესგან, რა თქმა უნდა არასერიოზული იქნება ქალბატონი კალასისგან და კოსისგან ნებისმიერი სახის კომენტარი საქართველოს დაკავშირებით ყოველ ჯერზე, როდესაც ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი საქართველოსთან დაკავშირებით ერთ-ერთ სიტყვას დახარჯავენ, ყოველ ჯერზე შევახსენებთ, რომ მათი პოლიტიკური თანამებრძოლი არის ტერორისტი და ტერორისტული აქტის პარტია, რომელიც ამართლებს პარტია ლელო, რომელიც ამართლებს ტერორისტულ აქტს. ამნისტიაზე გითხავთ რა ბატონ შალვა, პეტიცია შექმნეს მოქალაქეებმა და ამნისტიის კანონპროექტი საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა. რისი დამსახურება ეს პოლიტიკაში? ციხიდან საქსტატმაც კი გამოაქვეყნა რა ბატონ, პირველ რაც შეეხება ამნისტიას რაც შეეხება რაიმე ასეთი დაგეგმილი ჯერჯერობით არ არის, ასე რომ ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვი. რაც შეეხება თქვენს კითხვას საქართველოს სხვა რეიტინგებში ადგილთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ, როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი. როდესაც არის პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დაზიანების სურვილი უცხოელებში, მაშინ ხედავთ ხოლმე, როგორ კატასტროფას წარმოაჩენს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყანასთან, ახლა ხანს გახდით კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების შეკრებაზე, სადაც ვისაუბროთ ბევრ რამეზე, მათ შორის ევროპული ინტეგრაციაზე, ვინსად იმყოფება. აბა თქვენ იმათი კრიტიკა მოისმინეთ, რა დღეში ყავთ პოლიტიკურად მოტივირებული წინაპირობების დასახელებით, ოდესაც მაგალითად ჩtildeოეთ, მაგალითად ახლა სერბეთს მესამე კლასტერი ეგრეთ წოდებული მოლაპარაკების არ გაუხსნეს იმის გამო, რომ ბალტიის ქვეყნები ითხოვენ, რომ სერბეთმა სანქცია დაუწესოს რუსეთს. ეს იმად გასაგონად, რომ ამბობენ თითქოს ბრიუსელი ჩვენგან არ ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. კიდევ ერთხელ, მანამ სანამ ჩვენ ორმხრივ სანქციებს არ დაუწესებთ რუსეთს, არავინ არც კი იფიქროს, რომ ვინმე ჩვენ ბრიუსელიდან მოლაპარაკებას გაგვიხსნის. ეს ერთი. მეორე, ჩtildeოეთ მაკედონია უკვე 16 წელია თუ არ ვცდები თუ 15 წელია არის კანდიდატი ქვეყანა და მოლაპარაკება დღემდე არ აქვს გახსნილი. ადამიანები, ესე იგი, რა ვიცი, გაკვირვებული არიან საკუთარი ქვეყნის სახელწოდებაც კი შეაცვლევინეს და ჩtildeოეთ მაკედონია დაარქმევინეს და პირობა მისცეს რომ გაგიხსნითო რამდენიმე წლის წინ ეს პირობას დაურღვიეს და დღეს კიდე რა კონსტიტუციების შეცვლას თხოვენ და ვეღარ გაუგიათ თვითონ უკვე რა პირობები აქვს. ბოსნიას და ჰერცეგოვინას ჩვენზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებებს არ უხსნიან დღემდე. უკრაინას რა პირობებს უყენებენ რომ საკუთარი ისტორიის გადახედვის გარეშე რომ ნაბის არ გადაადგმევინებენ, ესეც ხო ფაქტი არის და თავად უკრაინის ხელისუფლების რეაქციას ნახეთ ამაზე, რომ ეუბნებიან, რომ თქვენ ისტორია უნდა დაინახოთ არა როგორც თქვენ თვითონ და თქვენ, არამედ ჩვენ რო გვეტყვით თქვენი ისტორია როგორ განსაჯოთ, აი ისე უნდა განსაჯოთ თქვენი საკუთარი ისტორია. ასე რომ ეს ძალიან სამწუხარო პროცესია დღეს რაც ამ გაფართოების მიმდინარეობს, ფაქტობრივად
მე ეჭვი მაქვს რომ ევროკავშირი გარკვეულწილად ამ გაფართოების დაპირებისგან რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს გასცა ამ დაპირებიდან გასვლას ცდილობს და ესე მიზეზ რაღაცნაირად იქით შედავებას ცდილობს სხვა ქვეყნის მიერ. ამის რომ დაუბრუნდეთ ხალხი ხოს ეს თქვით რომ არაპირებთ, მაგრამ სტატისტიკა იმას ამბობს რომ 2026 წელს რეკორდულად მაღალია პატიმრების რაოდენობა. აპირებთ რომ გადახედოთ ამ საკითხს. პატიმრების რაოდენობას რაც შეეხება, ეს ფაქტია თუ რატომ მოხდა ასე ზრდა და თუ არ ვწდები და ახალი სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ ბოლო რაც იყო შარშან და წელს 2000 დაახლოებით 2000 შეიძლება უკვე მეტი არის 2000-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო. ეს არის მათ შორის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ხედავთ თქვენ რომ კვირა არ გადის რომ გარკვეული რაოდენობა ნარკოტიკულ დანაშაულს ჩადენილი გამსაღებლების შემომტანების და ასე შემდეგ არ იყოს დაკავებული. სამწუხაროდ იმასაც ხედავთ რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად ხვდებიან რომ ეს არის ძალიან მკაფიო პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუშვას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა, მისი გასაღება და ასე შემდეგ. ხედავთ რომ ადამიანები მაინც ჩადიან ამ დანაშაულს. იციან რომ დიდი სასჯელიელით, მაგრამ მაინც მიდიან ამ დანაშაულზე. ასე რომ ეხლა ჩვენ ნარკო რეალიზატორებს რა თქმა უნდა გარეთ ვერ გამოუშვებთ. ეს არის პოლიტიკის ნაწილი რომ ნარკომანია და ასე ვთქვათ ნარკო ბიზნესი და ესე ვთქვათ გასაღება უკანონო ნარკოტიკების ეს იყოს აღმოფხვრილი. ასე რომ აქ რა ამნისტია ზონები ფიქრობ. მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, როდესაც არავინ არ არის დაშავებული, ბევრი ადამიანია გასაგებაში მიცემული. არ არის ასეთი რაოდენობა დიდი რაოდენობა გითხარით რაც არის, მათ შორის არის ნარკოდანაშაულის ჩადენილი ადამიანები. რა ვიცი, საზოგადოებას კითხეთ, საზოგადოებას უნდა რომ ნარკოდანაშაუები, ისინი ვინც არიან ჩართული ნარკოტიკების გასაღებაში, ვაჭრობაში, შემოტანაში, რომ ეს ადამიანები რა უნდათ მათ რომ არ დაისაჯოს. ეს არის ამან გაზარდა კიდევ ერთხელ ამან სტატისტიკა პეტიციურ დაწესებულებებში ადამიანებს ავიღეთ გაზარდა ნარკო დანაშაულში ჩართული ადამიანების მიმართ გატარებულმა პოლიტიკამ. მაშინ დაბალანსება ის ადამიანები ვინც ციხეს მოყვებენ ამბობენ რომ საქმეში არის გაუსაძლისი მდგომარეობა რადგან მე რაც მესმის აგერ პოლიტიკოსები რომ საუბრობენ ამის კურორტად აქვს წარმოდგენილი პეტიციური დაწესებულება და როდესაც მათი დაკავება ხდება ციგნებით შედიან და დავისვენებ თუ ამას ამბობენ. ეხლა არ ვიცი ეს აქვს მათი შეფასება არის და კიდევ ერთხელ საზოგადოების უსაფრთხოების ხარჯზე რა თქმა უნდა არანაირი გადახედვა ამ პოლიტიკის არ მოხდება. ჩვენ მართლაც ნუნუკა თამაზაშვილის ახალი პოსტი სოციალურ ქსელში ის მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს ყველაფრისთვის. აი მაინტერესებს თქვენ რომ იყავთ მიხეილ ყაველაშვილი. გადახედავდით თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის საკითხს, შეიწყალებდით თუ არა მას და პარტიაში რა პოზიცია არის ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით? რა კომენტარი უნდა გავიგეთ, მე არ ვარ მიხეილ ყაველაშვილი და კითხვაც არაადეკვატურია ჩვენს.